I'm German Homolos, I drink coffee and I know things. 27 ეპიზოდის თემა არის ფიქრის უნარის სიკეთე. ისე აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს თურმე საერთოდ არ აქვს ფიქრის არც უნარი და უფრო უარესი არც სურვილი და მოთხოვნილება. არადა თუ ეცდები დაკვირვებას ადამიანზე, მას აუცილებლად ემჩნევა ეს, რომ საერთოდ არ ფიქრობს. ანუ არ აზროვნებს. შეიძლება საუკეთესო მოსწავლე იყოს სკოლაში, 3 დიპლომი ჰქონდეს. ერთი შეხედვით ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი იყოს, მაგრამ ეს ფიქრის უნარი არ აქვს, არ შეუძლია. რაც ყველაზე ცუდია, არც უნდა. მაინც მოკვდები თუ ამბობს, რა საჭიროა ამდენი ფიქრი და ამდენი ნერვიულობა. არადა ადამიანი ფიქრის გამოა ადამიანი. ფიქრი ქმნის ადამიანს. გაიცნო ადამიანი ფიქრობს მასზე, სწავლობს მას, ინტერესდება, აფასებს, მოიწონებს თავისი მთელი უცნაურობით და შეყვარებასაც შეძლებს. წავიდა სადღაც ბუნებაში, ნახა რაღაც ლამაზი ადგილი, ფიქრობს ამ ადგილზე, წარმოსახვის უნარს ივითარებს, წაიკითხა წიგნი და კი არ მიაგდო ეგრევე, არამედ ჩამოჯდა და დაიწყო ფიქრი. განხილვა გონებაში, ჩაწვდომა, აღმოაჩინა რაღაც ჭკვიანური. მოისმინა მასზე ჩაფიქრდა. მერე რაღაც მოვლენა რომ ხდება მის ცხოვრებაში, რაც წესით უნდა აბრაზებდეს და ღიზიანდებოდეს, ასე კი აღარ არის. ეს ფიქრის უნარი რომ განვითარებული აქვს, ხდება რომ რადგანაც ასე მოხდა ეს, რადგანაც ასე მომივიდა, ესე იგი საჭირო იყო ღმერთო, რატომ დამსაჯეო, ამას კი არ ამბობს. აბა რის სწავლებას ვცდილობ, ჩემთვის ღმერთო ამას ამბობს, იმიტომ რომ ფიქრის უნარი განვითარებული აქვს. რა დეტალი მაქვს დასანახი და გასააზრებელიო. ყველა პრობლემას და გასაჭირს როგორც გაკვეთილს ისე ხედავს და ადამიანი რომელსაც ფიქრის უნარი არ აქვს, ამას საერთოდ ვერ ამჩნევს და ყველა წვრილმან სისულელეზე ბრაზობს და უკმაყოფილებას გამოხატავს და სუცუთ ხასიათზეა. შეუძლებელია ადამიანი, რომელსაც ფიქრის უნარი აქვს და ფიქრი შეუძლია, იყოს ბოროტი და გულგრილი პიროვნება. შეუძლებელია.